რა უნდა გვახსოვდეს ლითონის კარკასზე ორფენიანი ტიხრების მონტაჟის დროს? რა ნიუანსებს გულისხმობს კარის ღიობის მონტაჟის პროცესი ორფენიანი ტიხრების შემთხვევაში? ეს და სხვა დეტალები იხილეთ ჩვენს ფილმში. წინასწარ ვატარებთ აზომით სამუშაოებს და საჭირო მასალის რაოდენობის დაანგარიშებას. ტიხარის კარკასის მონტაჟისთვის ჩვენ დაგვჭირდება კნაუფის მდგარის და მიმმართველი პროფილები, გაძლიერებული პროფილი კარის ღიობისთვის, კუთხეები გაძლიერებული პროფილისთვის, ჭანჭიკი, პროფილის საიზოლაციო ლენტი კნაუფ ტიხტურს ბანდი, პლასტმასის ტიუბელი, გამყოფი ლენტი კნაუფ ტრემფიქსი. კარკასის დასამონტაჟებლად ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ხელსაწყოები: ლაზერული თარაზო, ლითონის საჭრელი მაკრატელი, განმკვეთი, ელექტროსახრახნისი, თარაზო და ბურღი. ვიწყებთ ნიშნულების დატანას ჭერზე, იატაკზე და კედლებზე. გამოყოფთ ადგილებს მდგარის პროფილების და კარის ღიობის მდებარეობისთვის. მიმართულ პროფილებს ვჭრით საჭირო ზომებზე. ვაწებებთ პროფილის საიზოლაციო ლენტს და დიუბელებით ვაფიქსირებთ ჭერზე და იატაკზე. კედლებთან მომიჯნავე მდგარის პროფილებს ასევე ვაწებებთ პროფილის საიზოლაციო ლენტს და ვამაგრებთ კედლებზე. კარის ღიობს ვქმნით მდგარის ან გაძლიერებული პროფილებით. სამგრ კუთხეებს გაძლიერებულ პროფილებთან ვაერთებთ M8 ჭანჭიკებით. მდგარის პროფილებს წინასწარ განსაზღვრული ბიჯით ვანაწილებთ მიმართველ პროფილებში. პროფილები მონტაჟდება ისე, რომ კომუნიკაციების გამტარი ხვრელები ერთ სიმაღლეზე აღმოჩნდეს, ხოლო პროფილების ზურგები ერთ მხარეს იღურებოდეს. კარის ღიობში გაძლიერებული პროფილების შეერთებას ვქმნით მიმართველი პროფილისგან. გადაბმის თავზე ვამაგრეთ მდგარის პროფილებს წინასწარი განსაზღვრული ბიჯით. ჭერზე და გვერდით კედლებზე ვაწებებთ გამყოფ ლენტს სრიალა ზედაპირის შესაქმნელად. კარკასი მზადაა. კარკასის მოსაპირკეთებლად დაგვჭირდება შემდეგი მასალა: კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები, საჭირო ზომის შურუპები, ფითხი კნაუფ ფუგენი, მარმირებელი ლენტი კნაუფ კურტი, ტიფენგრუნდი, მინერალური ბამბის ფილები კნაუფ ინსულეიშენ მინერალ ვულ. ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ხელსაწყოები: თაბაშირ მუყაოს ფილების საჭრელი დანა, ფართო ზოლების საჭრელი, შალაშინი ნაწიბურებისთვის, საჩორტნი შალაშინი, ხერხუნა, ფრეზი ელექტროჩამთოლებისთვის, ელექტროსახრახნისი, შპატელი სახრახნისით და ფუნჯი. კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილებს ვჭრით საპროექტო თარგების მიხედვით. დაჭრილ გვერდებს საჩორტნი შალაშინით ვასწორებთ. გაჭრილი ფილების მხრიდან შალაშინით ვქმნით ნაზოლს. პირველი ფენის ფილებს ვამაგრებთ შურუპების ბიჯით 750 მმ. შურუპების თავაკებს ვძირავთ ფილაში 1 მმ სიღრმეზე. შურუპებს ვხრახნით თანმიმდევრული რიგებით ფილის ერთი პირიდან მეორემდე ან შუაგულიდან ნაპირისკენ. შურუპები ფილის მუყაოს ზედაპირიდან 5-10 მმ სიღრმეზე უნდა იყოს შემოსული და მოჭრილი პირიდან 15 მმ დაცილებული. ფილების ჰორიზონტალურ ნაკერებს ერთმანეთს ვაცილებთ არანაკლებ 400 მმ-ით. ფილების დაფიქსირებისას იატაკის ზედაპირს 10 მმ-ით ვაცილებთ. კნაუფის გაძლიერებულ პროფილებზე ფილებს ვამაგრებთ საბურყწვერიანი შურუპებით. ფილების შეერთება არ დაიშვება მდგარის პროფილებზე და კარის ღიობის კუთხეებში. კნაუფის ფილას ვჭრით კარის ღიობის ზომაზე. ელექტროჩამთოლებისთვის საჭირო ხვრელებს ვქმნით სპეციალური ფრეზით. ელექტროგაყვანილობის სამუშაოების დასრულების შემდეგ მდგარის პროფილებს შორის ვალაგებთ მინერალურ ბამბას. კნაუფის ფილებს ვამაგრებთ კარკასის მეორე მხრიდანაც. ფილების ღია თაბაშირიან ნაწიბურებს ვამუშავებთ კნაუფ ტიფენგრუნდით. ფილების პირველი ფენის ნაკერებს ვფითხავთ მარმირებელი ლენტის გარეშე. ფილების მეორე ფენას ვამაგრებთ შურუპებით 250 მმ-იანი ბიჯით. არ უნდა გამოგრჩეს მეორე ფენის ფილების ნაკერების დაცილება პირველ ფენასთან მიმართებაში. ფილებს შორის სივრცეებს ვფითხავთ კნაუფ კურტით მარმირებელი ლენტის გამოყენებით. ორფენიანი ფილების ტიხრის მონტაჟი ერთმაგლითონის კარკასზე დასრულებულია. ზედაპირი მზადაა დეკორატიული სამუშაოებისთვის. კნაუფი ვაშენოთ ერთად.